40+. ამბობენ, რომ ამასაკში ახალი ცხოვრება იწყებაო. ქალბატონი თავიდან არის კოკორი ვარდი და მერე ხდება უკვე გაშლილი ვარდიო. სიმღერა რასაკვირველია თამდევია, მაგრამ გარდა ამისა კიდე რაღაცეები გვჭირდებაო, ხო, ანალიზებიო, თავის მოვლაო, ცოტა სხვანაირად თავის მოვლაო, მეტი პოზიტივიო. და აი დღეს ჩვენთვის უსაყვარლეს ქალბატონ მაკა ბულეშვილთან ერთად ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი. გავიგებთ თუ 40+ ასაკში ქალბატონებმა რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა ანალიზები უნდა გავიკეთოთ, რა ვიტამინები უნდა, ასე ვთქვათ, დავლიოთ და მოდი მაშინ გადავიდეთ ახლა იქი ჩვენს აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ ყველანაირ ანალიზებს ვიკეთებ, საერთოდ არ გვჭირდება, ან არის რომ ძირითადად ხოლმე ვიკეთებ სისხლის საერთო, ვიწყებთ ომეგა-3-ის მირთმევას და დამთავრებულია, მეტი არაფერი არ გვჭირდება. რამდენად სწორია და აი პირველი კითხვა მექნება ესეთი რა 40+ ასაკის ქალბატონებში რა იცვლება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის და 40+ ასაკი ნატუკა არის გადასარევი ასაკი. ვარდი უკვე ხდება, ვარდი გაშლილი ლამაზ. რა თქმა უნდა, ეს არის დაღვინების ასაკი, შეიძლება ასე ვთქვა და ქალბატონებისთვის, რაღაცა გარკვეულწილად თვითონ არის ესეთი მოსაზრება, რომ ეს ყოველთვის დაკავშირებულია სერიოზულ პრობლემებთან და მოგეხსენებათ ზოგადად ქალის რეპროდუქტოლოგიური ფუნქციის, ანუ შეიძლება ასე ითქვას, რომ გადადის სხვა ფაზაში, ანუ არ მინდა ხამას მილევა და ვარქვა, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და არაერთი შემთხვევა კი არა, უამრავი მე მგონი, რომ 40 წლის ზევით კი არა, 50 წლის ზევითაც ქალბატონებს, აი მაგალითად დედები გახდნენ ძალიან ბევრი. კი, ძალიან ხშირად. მე მგონი რაღაც უკვე შეიცვალა, ხო, რაღაც უკვე სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი და აღარ არის. დამოკიდებულებაც შეიცვალა და მე ვფიქრობ, რომ 40 წლის ქალბატონი და 40 წელს გადაწილებული ქალბატონი საკმაოდ ახალგაზრდა, საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა ცვლილებები თავისთავად ორგანიზმში ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა 1000 საშუალებები არსებობს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, კოსმეტიკურადაც, ყველანაირად, ეს ახლა ადრე ასეთ საშუალებები არ იყო კიდე ამ დონის, მაგრამ ახლა ყველაფრის საშუალება, თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აი ამ ასაკის ქალბატონებსაც და ყველა ასაკის ქალბატონების გასაგონად მინდა ვთქვა ყოველთვის ამბობ, რომ ყველაფერს თავის ზომიერება გააჩნია იმ კოსმეტიკურ ჩარევებსაც. მოდი სანამ კოსმეტიკურთან მივად, ჩავერიო ჯერ შიგნიდან ორგანიზმი ხო ეს არის, ხო გვაძლევს სიგნალს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა აუცილებელი ანალიზები უნდა გავაკეთოთ, იგივე დანამატები რა უნდა მივიღოთ. აი მე ზუსტად იმიტომ ვთქვი, რომ ეს ჩარევები, ხშირ შემთხვევაში ეს ჩარევები დაკავშირებული არა გამოკვლეულ ორგანიზმთან, ამიტომაც ვამბობ, რომ 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებთან იწყება, მაინც ეს არის ასე თუ ისე პრემენოპაუზური პერიოდი, რომლის დროსაც ძალიან სერიოზული ცვლილებები, მეტაბოლური დარღვევები ხდება და მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, რაც აწუხებთ ქალბატონებს, არის ხოლმე წონის მატება და ეს წონის მატება ხანდახან ისეთი კატასტროფული ხდება, რომ ისი შეჩერება შეუძლებელია. რა უნდა გავაკეთოთ? არის ქალბატონები, რომელთანაც მაგალითად საერთოდ არანაირი ჩარევა არ არის საჭირო, საერთოდ ზოგადად ყოველთვის არის საჭირო პოზიტიური განწყობა. განსაკუთრებით აი, როდესაც გარემო განწყობაში შენ ხარ და განსაკუთრებით ამ პერიოდის ქალბატონებისათვის პოზიტიურად, კარგი გარემო ხდება სახლში, კარგი გარემო ხდება ზოგადად სამსახურში, არ უნდა იყოს ძალიან დაძაბული სიტუაცია, თუმცა ეს არნიშნავს იმას, რომ 40 წლის გადაცილებული ქალბატონები პირიქით ყველაზე მეტად პროდუქტიულები არიან, როგორც მისი განათლებით, ასევე თავისთავად მისი განული ცხოვრების წესით. დაძაბული სიტუაცია და რაღაცა ისეთი ნეგატივი, გინდა არ გინდა არის. ახლა ვარდისფერ სათვალებს ვერ გავიკეთებ. არსებობს რაღაცა ისეთი აუცილებელი იგივე კვლევები, რომლებიც უნდა ჩაიტაროს ადამიანმა და რა აუცილებლად ჩვენ უნდა ვთქვათ ეს, რადგანაც მაინც მივდივართ, რომ მე ვფიქრობ, რომ ხშირად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ადამიანი, მას არანაირი კვლევებიც არის საჭიროება და გარკვეულწილად აუცილებელია სწორი კვება, აუცილებელი არის ფიზიკური აქტივობა ქალბატონის, თუნდაც საღამოს, აი დაღლილით რომ მოვიდეს სახლში სამსახურიდან ასაკში 40 წელს გადაცილებული ქალბატონი აუცილებელი უმნიშვნელოვანესი რომ მაინც ჰაერზე გავიდეს. ფეხით აუცილებლად უნდა გაისეირნოს, მაგრამ თავისთავად ცხადია, ახლა ყველას უმეტესწილად, ახლა მე შემთხვევაში მაინც არის ხოლმე საჭირო გარკვეული ჩარევები, გარკვეული კვლევების ჩატარება და უმნიშვნელოვანესია რა, ჩვენ პირველ რიგში გვაქვს ამის საშუალება, არის სკრინინგის
პროგრამები, უნდა გაკეთდეს საშუალო სიცხელის სიმსივნეების პრევენცია, რომ მოხდეს, არის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი, არის ასევე მკერდის მოგეხსენებათ სიმსივნესთან დაკავშირებით, ხშირია ხოლმე რისკი განსაკუთრებით ქალბატონებში, რომლებიც უკვე არიან პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ჩანაცვლებითი თერაპია იწყება და ეს მნიშვნელოვანია და ყოველთვის ამას ეუბნება ექიმი, რომელიც დანიშნავს იმ მედიკამენტს, რომელიც უხანძილებს ქალბატონს, ასე ვთქვათ, მის ყველაზე ესეთ მძიმე პერიოდს, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად ხომ არა აქვს ყველა ხო ინდივიდუალურია, ვიღაცაში ფოთვა აქვს, ვიღაცაში ფოთვა აქვს და განსაკუთრებით ბევრს აქვს სხვათა შორის ფოთვა, უძილობა, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი და მთავარი სიმპტომი რაც არის, რომ აი ჭარბი ოფლიანობა, სიმხურვალე, სიწითლე, უცბად შეხურება, ალების სახით მოგხსენებათ ეს ძალიან ხშირად არის. ამის ყველაფრის მართვა დღევანდელ დღეს შესაძლებელია, მაგრამ დიახ, უნდა მოხდეს აუცილებლად პირველ რიგში სკრინინგის პროგრამებში ჩართვა და ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგით, რომელიც ასევე ძალიან ხშირ შემთხვევაში დისფუნქციას განიცდის ასაკობრივ ქალბატონებში. ეს სამი კომპონენტი ეს მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მართოთ მერე სწორად. ხშირად ამბობენ რაღაც ასაკის შემდეგ უკვე ძვლები ილევა, იფიტება. ვიღაცა იღებს კალცს, ვიღაცა მეტხაჭოს. აი ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? ვიღაცა კოლაგენს აცვავს. აი როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ასაკის მატებასთან ერთად, არა მარტო ქალბატონებში ეს ეხლა მარტო ეგონებათ, რომ მხოლოდ ქალბატონების პრობლემაა ეს ძვლის სტრუქტურის დეგენერაციული ცვლილებები, ეს ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცებისთვისაც დამახასიათებელია. მაგრამ მაპატეთ ქალბატონმა, კაიცით რატო გეკითხებით ქალბატონებზე, იმიტომ რომ ამბობენ რომ აი მენოპაუზა შემდგომი პერიოდი კიდევ უფრო პროვოცირებს ქალბატონებზე და აი ამიტომ ამბობ. იმიტომ რომ ესტროგენების დეფიციტის ხარჯზე, როდესაც უკვე მენოპაუზა, პოსტმენოპაუზური ოსტეოპენია, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, ხშირია მოტეხილობები, გაფაშრება ხდება ძვლის. რა უნდა გავაკეთოთ? ამიტომ, როდესაც გვეწყება გარკვეულწილად შესაძლებელია ამ პერიოდში ზუსტად პოსტმენოპაუზურ პერიოდში დაიწყოს ძვალსახსროვანი სისტემის სერიოზული ტკივილი, დეგენერაციული ცვლილებები იწყება, რაღაც ფორმას ვკარგავთ, თითქოს ჭარბობს მეტი რაოდენობით ცხიმი, ხანდახან გადაადგილების პრობლემა, ხანდახან ლოკალური ტკივილი, მუხლის ტკივილი, წელის ტკივილი. ხანდახან ой-ой-ой-ой, არის ეს რა ვქნა. აუცილებლად რა გავაკეთოთ? საშველი რა უნდა გავაკეთოთ? უნდა აუხსნათ ჯერ და უთხრათ, იმიტომ რომ აქ ხდება რა კალციუმის, დ-ვიტამინის, მაგნიუმის, ნუტრიენტების, ელექტროლიტების, მთელი რიგი დეფიციტი ხდება, ესტროგენების დეფიციტის ხარჯზე, ასევე არ დავაწყოს კარდიოლოგიური პრობლემების წამოწევაც ხდება, ჰიპერკოაგულაცია ხდება, ჰიპერქოლესტერინემია, ეს ყველაფერი უნდა შევაჯამოთ სწორად და რა უნდა გავაკეთოთ? თუ ხედავთ, რომ ჩვენ უკვე ვართ ამ ფაზაში, აუცილებელია პირველი რიგის ამოცანა სკრინინგის ჩატარება, შემდგომ აუცილებელია შევინარჩუნოთ ახალგაზრდობას შევინარჩუნებთ თუ ჩავიტარებთ ელემენტალურ რუტინულ კვლევებს, რომლებსაც ჩვენი თუნდაც იგივე ოჯახის ექიმი დაგვინიშნავს, ეს არის რა სისხლის საერთო ანალიზი, შეიძლება ანემიებიც იყოს, სხვადასხვა სახის დაავადებები. მის მიხედვით რა ჩივილით მივდივართ, სხვადასხვა სახის პათოლოგიები წამოყოფს ხოლმე თავს და ნახეთ, რომელი პათოლოგია წამოყობს პირველ რიგში თავს, ის პათოლოგია, რომელიც ჩვენ როდესღაც საერთოდ კი გვქონდა, მაგრამ არ იყო ის აქტუალური. ამიტომ ეს არის კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, დ-ვიტამინის განსაზღვრა, ლიპიდური პროფილის განსაზღვრა, ანუ იგივე რომ ქოლესტერინის რაოდენობა, ზოგადად სიძარღვებში ათეროსკლეროზის განვითარების რისკი შევამციროთ, კოაგულაციური ფაქტორის ჩატარება, ხშირად მოგეხსენებათ, აი პროტრომბინი მაქვს ექიმო მაღალი. ეს თემაც არსებობს. პროტრომბინი, რა თქმა უნდა, არ არის მარტო პროტრომბინი, არამედ ეს არის კოაგულაცია, სრული ჩატარება. ამის შემდგომ თავისთავად მნიშვნელოვანია დენსიტომეტრიის ჩატარებაც, იმიტომ რომ ჩვენი ძვლების კვლევა არის ეს სპეციალური კვლევა, ჩვენი ძვლებში სად მიმდინარეობს განსაკუთრებით სხვადასხვა ლოკაცია ძვალსახსროვანი სისტემის გვაჩვენოს, ხომ არ იწყება ოსტეოპენია, რომ შემდგომში არსებობს ასევე თავისთავად ჩანაცვლებითი სერიოზული მკურნალობა, რომელიც დაგვეხმარება, რომ არ მივიდეთ ოსტეოპოროზამდე. და თუ სწორად იქნება სულ ყველაფერი, ამ შემთხვევაში წონასაც გავაკონტროლებთ და რა თქმა უნდა ოსტეოპოროზიც არ დაგვეხმარება. ძალიან ხშირად არის რომ სახლში რაღაცა ჟელატინს ვაკეთებთ და ამას მივირთმევთ, კოლაგენს და იგივე დ-ვიტამინი, მაგნიუმი, ომეგა-3. აი ეს და ყოველგვარი ანალიზების გარეშე ჩვენ ვამბობთ რომ რაღაც ასაკის მერე უნდა მივიღოთ. სწორია თუ არა ეს და აქვე ამ კითხვასაც დაგესვათ, რამდენად დაგვეხმარება ეს ყველაფერი? ხო შეიძლება რომ პირიქით ბევრი არაფერი არ არის კარგიო, ხო? რა თქმა უნდა, ბევრი არც დ-ვიტამინია კარგი, არც კოლაგენია კარგი, მაგრამ მოგეხსენებათ ზოგადად ის რაც თქვენ დაასახელეთ, ეხლა ეს ის კომპონენტებია აუცილებლად
აუცილებელი კომპონენტები, რომელიც მნიშვნელოვანი არის ქალის როგორც ზოგადი სილამაზისთვის, კანის სტრუქტურის შენარჩუნებისთვის, ელასტიურობის შენარჩუნებისთვის და ძვლების სტრუქტურის შენარჩუნებისათვის. მოგეხსენებათ იგივე ჟელატინი, ზუსტად ეს არის ის კომპონენტი, რომელი კომპონენტიც, ანუ ჟელეს სახით კეთდება, რომელი კომპონენტიც, აი, როგორ ვთქვათ, ასე სინოვიალური, ანუ სახსრის სინოვიალური სითხის გამოფიტვის შემთხვევაში და ზუსტად ის, ასე რომ ვთქვათ, თითქოს აი მოქმედების პერიოდში აკლია, ხო? აი მე მუხლი დამიტკაც უნდა რომ ვდგებოდი, ეგ არის სიმპტომი. სიმპტომები რა არის? სიმპტომი მუხლის გატკაცუნება მხოლოდ თავისთავად არ არის, იმიტომ რომ მუხლი შეიძლება ბავშვსაც გაუტკაცუნდეს. სიმპტომი არის ხშირად არის, როდესაც როგორც უკვე ვთქვით, გენერალიზებული ტკივილები, ხერხემლის ტკივილები, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, თავბრუსხვევა არის, ასევე კისრის მალების ოსტეოქონდროზი, არტერიული ჰიპერტენზია, ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ასევე მნიშვნელოვანი საკითხი და დაავადება, რომელიც არის სიმპტომური, იგი ძირითადად დაკავშირებულია მაინც ესტროგენების დეფიციტთან და ჰიპერქოლესტერინემიასთან. ანუ ჩვენ თუ მხოლოდ უმკურნალებთ, ასე რომ ვთქვათ, ერთადერთი იმას, რომ მუხლი დაგვიტკაცუნდა და მხოლოდ თითის ტკივილი, მაგალითად კონკრეტული ხშირად არის, როდესაც პაციენტი მოდის, აი მე მხოლოდ ეს თითი კონკრეტულად ტკივა, როდესაც ეკითხები, გაირკვევა, რომ იქ უკვე ოსტეოპენია არის ჩამოყალიბებული. ეს არის უკვე არტროზი. ეს არის უკვე არტროზი, რომელიც განლევა, რასაც ჩვენ ვეძახით. თავისთავად განლევა, მაგრამ თუ კი ადამიანები მოგეხსენებათ, ამას ხელს შეუწყობენ, კვებით უნდა შეუწყოთ აუცილებლად, თქვენ ახსენეთ ხაჭო, ახსენეთ რძე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების მიღება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინი, კალციუმთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც უნდა ვთქვათ, რომ აუტოიმუნური დაავადებების წამოწევა ხდება ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების, რომლებიც ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს კუჭნაწლავში არ ხდება კარგად აბსორბცია, ანუ ასე რომ ვთქვათ, იმ ელემენტების, კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, B12, B1, E ვიტამინი, ყველა სახის D ვიტამინი, აი თითქმის ნუტრიენტების და მაკრო და მიკრო ელემენტების და ეს კი იწვევს რას, როდესაც არასწორი აბსორბცია და როდესაც მთავარი საკითხი ასევე ჩვენი წონის მატებასთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაწლავის მიკრობიოტა, იმიტომ რომ უნდა იყოს რეგულარულად მოწესრიგებული კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება, აბსორბციას უდარღვეულია, ესეც ირღვევა პერიოდულად, ამიტომ აქედან გამომდინარე წონის მატება ხდება და ცხიმის მეტად დაგროვება ხდება. როცა რა წონის მატება ყველა ახლა ამბობს, რომ თავარი არის, რომ გაწმენდა კუჭნაწლავის და პრინციპში ეს არის ყველაფერი, შეიძლება რაღაც კანზე იყოს გამონაყარი, ნერვული სისტემა აგვერიოს და ეს ყველაფერი იყოს ამის ბრალი, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენს ნაწლავებში ხდება აბსორბცია, უკვე ისე ვთქვი, აბსორბცია ხდება ტოქსინების შეწოვაც. როგორ ხდება სწორად? ხა ვიღაც ამბობს, რომ გოგრის თესლი შეგიძლია გაატარო და უამრავი საშუალება არის, რაღაცა ერთი ისეთი ოქროს წესი ბუნებრივი, რომ გვასწავლოთ, რომ აი თუნდაც პრევენციის მიზნით. ან ზოგი ამბობს, რომ დილით კივი შეიძლება მივიღო, რომ რაღაცა დავეხმაროთ ორგანიზმს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. იცით რა არის ესეთი ოქროს წესი ყველა ადამიანისთვის არის ინდივიდუალური. შესაძლებელია კივი ძალიან კარგია პერისტალტიკისთვის, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, თუ ადამიანს გასტრიტი აქვს, შესაძლებელია გამოიწვიოს შემდგომ გასტრიტის, ანუ ასე ვთქვათ, გამწვავება. ამიტომ ჩვენ რა უნდა ვთქვათ? ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ყველანაირი პრობლემების მართვა 40 წლის შემდგომ ასაკი ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული პირიქით სერიოზული ასაკია და ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია, უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღად, უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად, უნდა ვიყოთ კარგ განწყობაზე, უნდა ვიყოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონებისათვის, რა წონისაც არ უნდა იყოს შოპინგიც, ასე. ყველაფერი კარგი არის მნიშვნელოვანი და საერთოდ რაც უფრო ფუმფულა ხარ, მით უფრო გემრიელი ხარ, ესე ამბობენ. მე გემშვიდობებით ხვალამდე უღრმესი მადლობა. მთავარი არის რომ ვიყოთ კარგ განწყობაზე და რასაკვირველია მიმართოთ ეკები. თვით კურნალობა მაინც არ ღირს. არავითარ შემთხვევაში. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ბედნიერი დღე.